როგორ მუშაობს პირად რუკაში მთვარე. ნიშნებში როგორ მუშაობს და ზოგადად რა შეგვიძლია გავიგოთ ადამიანზე მისი მთვარის მდებარეობის და ასპექტებზე ხარ მექნება საუბარი, მაგრამ ზოგადად თვლიანობაში მისი მთვარით რა შეგვიძლია ადამიანზე გავიგოთ, თუნდაც ჩვენ თავზე. საერთოდ მთვარეს რო უყურებთ, ესეთ შაბლონების მიღმა რო შევხედოთ, ხო, უბრალოდ პრაქტიკული ასტროლოგიით, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ადამიანის მარტივად დედა, პირდაპირ დედის არქეტიპი, დედის ხასიათი, დედის როგორ დაინახა მან და დედისგან რა ემოციები მიიღო, ეს ჩანს ხოლმე ჩვენთან მთვარის მდებარეობაში. თუნდაც ახლა მაგალითად როგორ უყურებს ბავშვი დედას, რომ მოდიან ხოლმე ჩემთან პირად რუკაზე პატარა ბავშვებს რო უკეთებენ ხოლმე, პირველ რიგში უყურებ იქ მთვარეს. მთვარე არის ჩვენ არაცნობიერში ყველაზე ესეთი ბავშვობის წლები, ჩვილობიდან მოყოლებული. მთვარე ეს არის ჩვენი ემოციები, მეგობრებო, არაცნობიერი ხარ, მაკარმული არაცნობიერი ეს კიდე ცოტა სხვა არის, მაგრამ ელემენტარული, როცა დავიბადეთ ამ გარემოს რო შევეხეთ, რამდენად იყო ის უსაფრთხო ჩვენთვის, ადაპტაცია რამდენად მოვახდინეთ ამ გარემოსთან, ამაზე მთვარე გვესაუბრება. როდესაც მთვარე არის ნიშანში, ის უკვე მიგვენიშნებს რა ემოცია იყო ოჯახში, რა ენერგია, რა არქეტიპულად დედას როგორი ხასიათი ჰქონდა. და პლუს ეს არის უკვე თქვათ თუ ჩართული ასპექტები არის მთვარის, ეს არის უკვე ის მოთხოვნილებები, რომელიც ვერ კმაყოფილდებოდა პლანეტებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუ არის შეერთება ან ასპექტირებული მთვარესთან, მაგრამ ჯერ უნდა დავიწყოთ ხოლმე ნიშნებით, ხო, საერთოდ რა ნიშანში არის მთვარე და იმის მიხედვით უკვე ასპექტები გვაჩვენებს კიდევ დამატებით ამ მთვარის, ამ ხასიათით, რა შეიძლება ჩვენ დავინახოთ ადამიანში. ქალის რუკაზე პლუს ეს არის ჰორმონალური ფონი, მაგალითად ვენერასთან ერთად, ვენერაც იგივე არის, ეს არის რეპროდუქციული სისტემის ერთ-ერთი მანიშნებელი, თუ არის დაზიანებული ხოლმე მთვარე, ორსულობა მშობიარობა ჩვენთან მთვარესთან არის კავშირში და მანდ უყურებთ ხოლმე მთვარის მდებარეობს, ქალურ ენერგიას როგორ იჭერს ადამიანი და იმის მიხედვით უკვე ის ქალური სამყარო დაალაგებული ან დაულაგებელი არის. მთვარე ქალის რუკაზე ეს, ჯანმრთელობა რა თქმა უნდა არის, მაგრამ პირველ რიგში ნერვიული სისტემა არის. პირდაპირ ფსიქიკა, როგორ უძლებს გარემოს და სტრესს. და გადაღლილობა შეიძლება ქონდეს თავის ტკივილი, ემოციურად, სხეულებრივად როგორ შევიგრძნობთ ამ ყველაფერს. ის ნიშნავს უკვე რომ მთვარე ცდილობს გადახარშოს უკვე ემოციურად, გადაამუშაოს ის მოვლენები, რაც კოგნიტურად ტვინმა მაგალითად დაიჭირა, მაგრამ ახლა სხეულმა უნდა გადაამუშავოს. სხვადასხვა პროცესი არის, სხვადასხვა სიჩქარე და სიხშირე არის, ხო? საერთოდ მთვარე ამ კუთხით ძალიან გვეტყობა ხოლმე შემოქმედებაშიც მაგალითად, ხასიათშიც მაგალითად, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის მდებარეობა მთვარის.